პირველი ჩემი ფილმები ქართულ ლიტერატურულ კლასიკაზე არის დაბრუნებული. ხმელწიფელი გითხარით უკვე მიხა არ დადეგებიც რეზო ინანიშვილი უსწინვალე მწერალი ხო რეზო მერაბ ელიოზიშვილი არ დადეგების ისა და ეროვნულობა თავის თავაცხადია ეს არის ჩემთვის თავარი სიმართლე თავის თავაცხადია თავისუფლება და სიმართლე და თავისუფლება ესეა ერთმანეთში გადაჯაჭვული და აქედან გამომდინარე თავის თავაცხადია როდესაც ჩემ შვილებზე ლაპარაკობდით ჩვენ მაშინაც როდესაც მე ხედავდი რომ ისინი სიმართლისკენ მიდიან ყოველთვის სრული თავისუფლება ჰქონდათ ოღონდ ბუნებრივია დემოკრატიულ სისტემაში და სიტუაციაში ქვეყანაში ის რაც ახლა დაბადებულ საქართველოში მოხდა როდესაც ყველას ეგონა რომ ის რასაც აკეთებს სიმართლეა და მას ამისი უფლება ასე არ არის თავის თავაცხადია ეს გარკვეულ კანონში უნდა შდებოდეს თორე სხვანაირად ყველაფერს დაანგრევ არავითარი დემოკრატია არ იქნება თუ არ გაიცვალისწინე ყველაფერი ის რაც თავისუფალ კანონიერ არსებობასთან არის დაკავშირებული. ჩემი ფილმებიც ასე იყო. მაშინ საბჭოთა პერიოდში რასაკვირველია, ბევრი რამ არ აწყობდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, კინოში, ქართულ კინოში პატრიოტები იყვნენ. ნუ იფიქრებთ, რომ არ იყვნენ პატრიოტები. ესე იგი, რეზო ჩხეიძე იყო წლების განმავლობაში ქართული ფილმის დირექტორი. იყვნენ კინოკომიტეტში ასევე ძალიან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ როგორმე, ასე ვთქვათ, ის გზა ეპოვათ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო თავისუფლების თქმა.